ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბესო დანელია უფლება დამცველი არის ამჯერად ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი ბესო საღამომშვიდობისა მადლობა რომ ხართ და მოხვედით მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად ბესო პროტესტის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნა რა თქმა უნდა არის ახალი არჩევნები უკვე ვიცით და ასევე რა თქმა უნდა დაკავებულთა გათავისუფლება აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება მეორე მხრივ კი ხელისუფლება ფაქტი არის რომ ემზადება 29 დეკემბრისთვის და ახალად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის. რა პოლიტიკური მოცემულობა რომ შეაფასოთ პირველ რიგში და რა შეხედავთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის, თქვათ, შესაძლებლობას? ეკა მაკა მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მე მინდა აუცილებლად ვიდრე დავიწყებ კონკრეტულ დღევანდელ მოცემულობაზე საუბარს. სამძიმარი გამოუცხადო მოამბის კოლექტივს მაია ვაშაკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გარდაიცვალა თბილისისთვის და საქართველოსთვის საყვარელი მსახიობი დათო თოთაშხიას ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი, მსახიობი არა გიზო გაბისკირია და ასევე გიორგი ლელუაშვილი, რომელიც დაკრძალეს ჩვენი გმირი მეხანძრე და მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს მინდა ჩემი სამძიმარი გამოუცხადო. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, სალომე ზურაბიშვილი დავიწყოთ იმ მოცემულობით, რომელიც გვაქვს და რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მე პირველ რიგში ვარ იურისტი და მინდა ყველას უთხრა რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აქვს რამოდენიმე საფუძველი. ოპოზიცია რაც საუბრობდა, ეს არის პირველი რომ 300,000 ხმა ვითომ იქნა გაყალბებული, რაც გააქარწყლა ეუთოოდილის დასკვნამ, ვინაიდან არსად არ წერია და აბსოლუტურად არალეგიტიმურია ბრალდება ხელისუფლების მიმართ, რომ იქნა გაყალბებული და პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ 78% უბნების იყო აბსოლუტურად წყნარ და ასე ვთქვათ კონკურენტუნარიან რეჟიმში არჩევნები ჩატარებული. ის რომ თითქოს არ გაიხსნა საზღვარგარეთ უბნები, ეს დიდი ტყუილია, იმიტომ რომ ყველგან გაიხსნა უბნები და ეს პირდაპირ არის მითითებული. და რაზე არის იცით საუბარი, მაგრამ რომ ეუთოოდილის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ობიექტური საჯული, რომელიც არ ერევა პრეზიდენტის ინსტიტუტი და კონკრეტულად პრეზიდენტი არჩევნებში და სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის მითითებული ეუთოოდილის დასკვნაში, რომ არ ღვევდა წინა საარჩევნო პროცესს, ვინაიდან საკუთარი სასახლე, პრეზიდენტის სასახლე გადააქცია ოპოზიციის შტაბად. მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ მაგალითად ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მათი მომხრეები, სრულებით სხვადასხვა გვარად კითხულობენ ეუთოოდილის დასკვნას მათ შორის? ამის მიზეზი ძალიან კარგად არის ცნობილი. ცნობილი არის ის, რომ ოპოზიცია, რომლებიც უკვე პოლიტიკოსები აღარ არიან და გადაიქცნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად, რომლებიც არ ღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და სისხლის სამართლის კოდექსს, ვინაიდან ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ადამიანები არ იღებდნენ მონაწილეობას არც წინა საარჩევნო პროცესში, ისინი არავითარ რესურსს არ ხარჯავდნენ, არავითარ პოლიტიკურ აქტივობას არ ეწეოდნენ წინა საარჩევნო პროცესში და როდესაც ხანო თბილისში და საქართველოს ცხოვრობდა ჩვენი, ასე ვთქვათ, ნაცნობები და ვისაც ვეკითხებოდით, რომ რატო არ ხართ აქტიურად ჩართული, მარტო ქართული ოცნება რატო მოდის დაუშვათ უბნებში, რაიონებში, რატო ჩადიან სოფლებში, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენ რესურსს ვინახავთ რევოლუციისთვის. ჩვენ ამ არჩევნებში ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერანაირ შედეგს ვერ დავდეთ ისეთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, მაგრამ ის შედეგი, რომელიც დადეთ, ჩემო ძვირფასებო, იმის ნახევარსაც ვეღარ დადებთ, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება რევოლუციურ სცენარზე საუბრობთ, მაგალითად იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები და გიაბორსკი მათ შორის ამბობს, რომ გარკვეულ რევოლუციურ სცენარზე მიანიშნებენ, განცხადებებიც კეთდება, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად აქვს რევოლუციური სცენარი შემუშავებული. ხედავთ თუ არა აი ამ მხრივ, მაგალითად ერთის მხრივ საზოგადოებაში დაპირისპირების საფრთხეს თუ კი მოვლენები ამ სცენარით განვითარდა და ამავდროულად ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს რამდენად აქვს ამ სცენარით, რევოლუციური სცენარის განვითარების რესურსი ამჟამად? მაკა პირველ რიგში ხელისუფლება საზოგადოებამ თავისი არჩევანი გააკეთა 26 ოქტომბერს და ხელისუფლება ყოველთვის უნდა ასრულებდეს დაკვეთას იმ საზოგადოების, რომელმაც იგი აირჩია. ჩვენ 1,5 მილიონი ქართველი, რომლებიც ტელეეკრანებიდან ვაკვირდებით მშვიდად იმ პროცესს, რამოდენიმე 1000 რადიკალი და მარგინალი, რომ რუსთაველს წვავს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ესწრის მოლოტოვის კოქტეილებს, ჩვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ სამართალდამცავებს, რომლებიც იცავენ წესრიგს, ესწრის პიროტექნიკას, 200 პოლიციელს აქვს უკვე ქირურგიული ოპერაცია გაკეთებული და ხა 15 წლის განმავლობაში მთელი თბილისი მიცნობს და მთელი საქართველო 15 წლის განმავლობაში არა მხოლოდ აქციების მონაწილე ვიყავი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი და სააკაშვილის პერიოდში ჩვენ
არამც თუ პოლიციელების მისამართით ვისროდით რაიმეს ერთი ფოთოლი არ ჩამოგვიგდია და რეალურად ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს, მაგრამ ჩვენი თანამებრძოლები დახოცეს აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტები, ათასობით ადამიანი ციხეებში აწამეს და ხა ეს ხალხი მოსული არის, გამოსული არის და მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, აღარ არის ენის მოჩლექით საუბრით სდრო ამათთან, იმიტომ რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბიშვილი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, აბსოლუტურად გასულია. გასული არიან ის ადამიანები, ხა სააკაშვილზე ვსაუბრობდი და კაცი რომელიც თავარსარდალი იყო და გავიდა საქართველოს მოქალაქეობაზე, უარი თქვა იმის გამო, რომ გუბერნატორის პოსტი მიიღო უკრაინაში და რაღაც დივიდენდები და კონკრეტული საკუთარი ფინანსები გაეზარდა, გაეძლიერებინა და ხა დღეს იქიდან წამოწოლილი ლუარი მართლა თითქოს იმაზე იყოს, რა ქვია, სანატორიუმში და იგივე სასჯელი და ადამიანი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის არის გასასამართლებელი არის 140 სოფლის დაკარგვისთვის, გასასამართლებელი არის ციხეში 127,000 პატიმრისთა წამებისთვის. ყველაზე დიდი შეცდომა აი ქართული ოცნების იყო ის, რომ კადრები, რომელიც იყო აი იმ კასრებში ნაპოვნის გაანადგურეთ. ეგ უნდა გაგეშვათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თელ საზოგადოებას ენახა, რას ჩადიოდნენ ესენი. მე ხო არ ვიძახეს ჩემ ტრაგედიაზე და უშუალოდ ადამიანის ტრაგედიებზე. ბატონო, როგორ მოხდებოდა ასე საჯაროდ გაშვება? არა, ისე მოხდებოდა, მაგრამ დღეს ესენი რასაც საჯაროდ ჩვენი შვილების დასანახად აკეთებენ. ეს არის 90-იანების დაბრუნების მცდელობა. მე ხა პირადად ძალიან კარგად მახსოვს და ყველას კარგად გვემახსოვრება. ხო, ეხა ის ბავშვები დაუშვათ, რომლებიც დაბადებულები არ იყვნენ და არც სააკაშვილის სისხლის ზღვრა არ ახსოვთ, არც ის არ ახსოვთ რა ხდებოდა 90-იან წლებში რუსთაველზე, ერთი ძმა იქით რო იყო ბარიკადების და მეორე აქეთ. ამას შვილებო თქვენ თუ არავინ არ ყავთ ისეთი რომ მოგიყვეთ, ჩვენ გეტყვით რა. ამას არ დაუშვებ და ეს ლიდერები, რომლებიც თქვენ ზურგს უკან არიან ამოფარებული, ის სისხლიანი გროვა, ხროვა არ არის ესენი პოლიტიკოსები. მაგრამ ესენი არის სისხლის სამართლის დამნაშავეები, პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც რა. ეს ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში ვეღარ მოbrunდებიან და სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ბოდიში და აი მართლა საზღვარგარეთ დაწოციალობს იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს ამ ქვეყანას, ეს ადამიანი ელემენტარულად არის ზუსტად 26 რო გაუვა ვადა მის ასე ვთქვათ პრეზიდენტობას უნდა იქნეს ჩემი აზრით ერთ-ერთი სადაო საკითხი. პირდაპირ გეტყვით, არა, სადაო საკითხი არ არის, ეს არის ახალგაზრდებში შუღლის დათესვა, ერის გახლეჩა, პოლარიზება, პრეზიდენტის მიერ კონკრეტული მხარის დაჭერა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. და უნდა დაუსვან ამ ქალბატონს შეკითხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ქალბატონო სალომე იმდენს ნუ იზავთ რომ რა შეკითხვა უნდა დაუსვან სამართალდამცავ ორგანოებმა? შეკითხვები უნდა დაუსვან ვისი მხრიდან ფინანსი მხოლოდ გავლენის აგენტია, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნებისთვის რეალურად არის კონკრეტული ქვეყნის აგენტი, რომელიც ძირს უთხრეს ჩვენ ქვეყანას და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და რუსთაველი ხა მთავარსარდალია ხო ქალბატონი სალომე და რუსთაველი რომელი მთავარსარდალის მერე გადაიწვა თენგიზკიტოვანის მერე ვინ გადაწვა რუსთაველი პირველი სალომე ზურაბიშვილმა ხო ხა ამას მთელი თბილისი ვხედავთ მის ძალიან ემოციურად ვსაუბრობ მაგრამ აღარ საზოგადოებაში დაპირისპირების საფრთხეს ხედავ საზოგადოებაში დაპირისპირების საფრთხეს თავიდან ბოლომდე აი ეს ლიდერები და აი ეს ქალბატონი სალომე და ის საზოგადოება რომელიც კანონს გაცდა გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა სამართლებრივი ასე ვთქვათ ჩარჩოდან და აი დაუშვათ თუნდაც ხელოვნების საკითხი ავიღოთ ხელოვნები ხო ხელოვნება რა უნდა იყოს ახლა მე თვითონ პირველი თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული მე ამ საზოგადოებას ძალიან კარგად ვიცნობ თეატრალი ვარ ხელოვნებაცოდნე ვარ და პირველი პროფესიით და მე მინდა რომ ხა ამ საზოგადოებას მიმართო მე ჩემი მეგობრები რომლებიც წლებია მეგობრობთ რომლებიც არიან მართლა წამყვანი მსახიობები რომლებიცგანაც მე ყოველდღურად ვიღებ ინფორმაციას რომლებიც არიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები გოგი მარგველაშვილს მიუვარდნენ ეს რადიკალები რომელმაც ყუდით ქვასრულინა გამოვაგდა მარჯანიშვილის თეატრიდან თუმაიშვილის თეატრიდან დათო ხახიძეს მიუვარდნენ ყველა თეატრში აზრი უმეტესობა მსახიობების არის ზუსტად იმ აზრზე, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების შეკავშირებას. ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ჩვენ შვილებში აღზრდას, პატივისცემის, ერთმანეთის სიყვარულის გაღვიობას და არა შუღლს და არა იმას, რომ გადავწვათ აქ რუსთაველი სისხლის ზღვა მოვითხოვ და ის ერთეულები, რომლებიც არიან გამოსული, ეს ადამიანები თუნდაც იმაზეც მინდა აუცილებლად ვისაუბრო, აი ავთანდილ ვარსიმაშვილი, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც არის ეს ეგრეთ წოდებული რუხი კარდინალი რა, ამათ იდეოლოგი. რუხი კარდინალი. აი რას ქვია გეტყვით რა, ახალგაზრდებში იდეოლოგიურ სამუშაოს ეწევა და არ გვინდა რუსეთი. ბატონო ავთანდილ, ეხა შეიძლება ვინმე რამე არ იცოდეს, მაგრამ მოდი ეხა შეგახსენებთ რა, 2022-ში მოსკოვში ვახტანგოვის თეატრში თქვენ არა ხართ ის ბატონი, ვინც დადგით რიჩარდი?
თქვენი ოჯახი და თქვენ არ იღებთ დღემდე მოსკოვიდან რიშარდი როცა იდგმევა მოსკოვში ვის რუსეთუმეობაზე გველაპარაკებით თქვენ და ელენე ხოშტარია ეს რუსეთუმეობას ნიშნავს ამ შემთხვევაში რას ქვია ელენე ხოშტარიაც ანალოგიურად იღებს ხო კი ბატონო ამათვის თუ რუსეთი ესეთი მიუღებელია და თუ ესენი ხელისუფლებას რომელმაც ევროკავშირის წევრი გავხადა, ესა ასოცირების წევრი გავხადა, რომელთანაც ჩამოვიდა ევროსაბჭოს ხელმძღვანელი მიულოცა, რომელთანაც ეუთოოდილის დასვენში წერია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაცილებით დემოკრატულად ჩატარდა ჩვენთან არჩევნები და რუსეთუმეობაში ბრალსდებენ ელენე ხოშტარია და ავთოვარსიმაშვილი კაცი რომელსაც გასაგები ანუ არ თავად უნდა თქვას მაშინ უარი რუსეთიდან გარკვეულ საგების მიღებას თქვა რა მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ ამათ ეხა რადგან ტელეეთერებიდან და ტელეეკრანებიდან ძალიან ვეფერებით ყველაფერს ვცდილობთ რომ მაქსიმალურად საზოგადოებაში დაპირისპირება არ მოხდეს თუნდაც ის ახალგაზრდები მე ხა იმაზე არ ვიძახი ფულს რო იღებენ მოლოტოვის კოქტეილების სროლაში ხელფასი რო აქვს და ელემენტარულად თქვენს ახალგაზრდებო ვინ დაგაჭერინათ აი ხა გისოსებს მიღმა რო იყავით ხოშტარი ამო ჩაგირთოთ საწყობიდან პიროტექნიკის და აი ამას ვაძლევ ახალგაზრდებს რომ სამართალდამცავებს ესრულონ ამის შემდეგ არ იყავით დაკავებულნი ცოტა გონს მოეგეთ თქვენ ხართ უნიჭიერესი თაობა თუ გინდა ჩამოაყალიბეთ საზოგადოებრივი მოძრაობა თუ გინდა ჩამოაყალიბეთ პოლიტიკური ორგანიზაცია მაგრამ აი ამ სისხლიანი ლიდერების ზურგს უკან რომლებიც თქვენ ზურგს უკან არიან ამოფარებული არანაირად არ გამოვა ამათთან ერთად არც მაიდანის მოწყობა აქვს არც უკრაინიზაცია იმიტომ რომ ჩვენ რო გვეუბნებიან რომ ჩელიაბინსკში გაიგვიძეთო ნახევარმა უკრაინამ გაიგვიძა მართლა ჩელიაბინსკში დე იურე და დე ფაქტო და ეხლა მეორე ნახევარი ტრამპმა თუ არ გადაარჩინა ისიც რუსეთში გაიგვიძებს და ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება იცავს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ჩვენ მშვიდობა გვაქვს და კიდევ ერთი ვავშებთ რომ ნაძვისხესთან არ უშვებთ ის საზოგადოება რომლებიც 2008 წელს 470 ბიჭი დაუმარხავი ჩვენი გმირი ბიჭები ლენე მაშინ რა ქვია ახალგორში რომ იყვნენ მიწაზე აი ესე დაკლე დახოცილები და აქ რომ კონცერტი გამართეთ და გვაზეიმეთ რა გვაქვს სამგლოვია რომ ძაძით არის მოსილი აქ შილაფლავებს რომ ატარებთ მართლა და კუბოებს გვიწევთ მაცხოვრის გამოსახულებით არ გწხვენიათ ახალგაზრდებს მოსს მოეგეთ რა არა თქვენ გაქვთ გამოხატვის თავისუფლება და სარგებლობთ ამით და თქვენ პოზიციას აფიქსირებთ. ბესო, ნახეთ, რამდენად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, როდესაც საკმაოდ ხისტი განცხადებები გვესმის ერთის მხრივ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მაგალითად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ნიკა გვარამი ასეთ რამეს ამბობს, რომ დრო ძალიან ცოტაა. ანუ ჩქარობენ ფაქტია ოპოზიციის წარმომადგენლები, თუნდაც იგივე 29 დეკემბრამდე. პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება და ამცნოს ხალხს. იმედი მაქვს, დღეს გადაწყვეტილებას მოვისმენთ. ეს არის გუშინდელი განცხადება ნიკა გვარამიასი. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სასწრაფოდ გადავიდეს ოპოზიციის შეტევაზე, რომ რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი უკან შედეგის გარეშე არ უნდა გაუშვან. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიუმართავ ქართულ ჯარს, ეგრეთ წოდებული ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. გასაგებია, ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ექსპერტების ნაწილიც საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციურ სპექტრში შეინიშნება ერთგვარი რევოლუციური განწყობები და ამ მიმართულებით რაღაცა ნიშნებს ხედავენ, მაგრამ შეიძლება თუ არა სხვა შეკითხვა, სხვა ტიპის შეკითხვა მინდა დაგისვათ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში ერთგვარად ოპოზიციის ნაწილს ყოველ შემთხვევაში ყავს ერთგვარ მძევლად, პოლიტიკურ მძევლად აყვანილი არსებული მოცემულობის გათვალისწინებით. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. პირველ რიგში აი სამი ადამიანი, რომელიც დაასახელეთ, პირველ რიგში მინდა მიუმართო საზოგადოებას. საზოგადოებისთვის არ არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მეორე დღის წინ გავაჟღერე ეს, მაგრამ მე მინდა ინფორმაცია გავაჟღერო, რომ მამუკა ხაზარაძეს არავითარი მორალური უფლება არ აქვს მიმართოს ქართულ ჯარს და ამ წუხელიძის სახელი ახსენოს და ვიტყვი რატომ. 2008 წლის 9 აგვისტოს TBC ბანკის ცენტრალური ვაკის ფილიალიდან გამოვიდა ორი სატვირთო მანქანა, რომელიც იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით. ამ ორმა მანქანამ და შევახსენეთ ყველას ეს ის დღე არის, როდესაც ჩვენი გმირი ბიჭები იხოცებიან მტერთან ბრძოლაში არიან და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვისაც არ ახსოვს ზოგიერთს და შევახსენებ რა, არ ვაპირებდით რაღაცების გაჟღერებას, მაგრამ რადგან უკვე ამ ხალხმა ნამუსზე აიღეს ხელი, ვიტყვით ბოლომდე და გადალახეს ამ ორმა სატვირთო მანქანამ წითელი ხიზის გავლით გადალახეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში იქნენ დაბანაკებულნი და დაბინავებულნი. ვიდრე არ დამთავრდა ომი, ეს სიმდიდრე მამუკა ხაზარაძის იყო იქ. მამუკა ხაზარაძე ან წუხელიძეს რო ახსენებ,
ქართულ ჯარს რომ მიმართავ. თუნდაც აი ამ ორი მანქანიდან და შენი მილიარდიანი ქონებიდან რამოდენიმე პროცენტი მაინც დაახარჯე ქართულ ჯარს, მოახმარე სამშობლოს, მოახმარე მათ ოჯახებს, თუნდაც ანწუხელიძის ოჯახს, შვილებს მოახმარე. ეხლა რომ ფულს რაში ხარჯავ, რომ რუსთაველი გადაგვიწვა და სისხლიანი გადატრიალება მოგვიწყო, გამორიცხე. ეს არის გამორიცხული, რომ თქვენ აი აქ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და აი აქ ისევ სისხლის კალოები დააყენოთ, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათვლოთ, ისევ ისე ტელევიზიებში შევარდეთ, როგორც აკეთებდით, თავისუფალ სიტყვას გადაუაროთ და ისევ ფეხქვეშ გათელოთ, ციხე იქნება ეს, ავადმყოფო იქნება, თუ ქუჩა ადამიანის უფლებები გამორიცხულია. რაც შეეხება ნიკა გვარამიას უშუალოდ ჩემზე და უშუალოდ იმ ადამიანებზე, ვინც მაშინ გამოდიოდით და ელემენტარულად პროტესტის ფარგლებში ჩვენ პოლიტიკურ პოზიციას გამოვხატავდით დემონსტრაციებზე, საქმე აქვს აღძრული სამშობლოს ღალატის მუხლით. და ხალხი ყავს დაჭერილი, მე გავასწარი დაუშვათ ჩემი მეგობრების, ასე ვთქვათ, მეშვეობით ეს ინფორმაცია წინასწარ მივიღეთ და ზოგიერთი დაიჭირეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ელემენტარულად განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო გვდევნიდნენ, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამოთქმის გამო გვდევნიდნენ, ეს ადამიანები დღეს მოუწოდებენ ახალგაზრდებს სისხლის ზღვისკენ, მოუწოდებენ საზოგადოებას იმისკენ და პირდაპირ ხა აგერ დილაური არის 3 თვის ჩამოსული. საქართველოს ჩამოვიდა და 500 მილიონი დოლარი თაფინანსებს. ეხლა ვინმესთვის რამე არის დამალული, რომ ამათი ოპინიონ ლიდერები, აი საზოგადოება, რომლებიც მოუწოდებს, რომ წამოდის სამსახურებიდან. რას ნიშნავს 500 მილიონი დოლარი თაფინანსებს ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? კი, მაქვს ყველა ინფორმაცია მაქვს, უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, ის ინფორმაციაც მაქვს და ეხლა რა დამალეს, რომ გამოვიდნენ და სამსახურებიდან წამოდით და მე გადაგიხდით ხელფასო, დასამალი არის, რომ GPI Holding-ის სადაზღვევო კომპანიის და ხელმძღვანელმა 1000 თანამშრომელი შეკრიბა და ვინც აქციაზე არ გახვალთ, ყველა სამსახურიდან წახვალთო? დასამალი არის ბანკები, რომლებსაც ხმამაღლა ვიტყვით ხალხს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციები, ჩვენ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ძალიან სერიოზული გამოძიების პროცესი იწყება, ასევე აი ექიმების მარში იყო. იქ იყვნენ რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც დღემდე არ უგიათ პასუხი და რომლებსაც უშუალოდ პატიმრებმა მოგმართეს, რომ ეს ექიმები ესწრებოდნენ მათ წამებას და რამოდენიმე პატიმარი მოკლული ყავთ ამ ექიმების თვალწინ და ტრუპი გაიტანეთ აი ზუსტად. აი ამ სიტყვებით, აი ეს ნატალიები და არ მინდა გვარები, ვინაიდან აქაც გამოძიებაა დაწყებული და არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვარღვევ, პირდაპირ მოგმართავთ. რა კოაბიტაცია დამთავრდა, ყველა აგებთ საქართველოს კანონმდებლობის წინაშე პასუხს. ქართველი ერის და იმ საზოგადოების წინაშე, რომლებსაც დაუნგრიეთ ჯანმრთელობა, წაართვით სიცოცხლე და წაართვით დაუნგრიეთ ოჯახები და აბსოლუტურად ყველანაირად გათელეთ ფეხქვეშ მათი უფლებები. ეხლა კიდე გვიპირებთ გადატრიალებას გამორიცხეთ, არ არსებული ამბავია. ძალიან დიდი მადლობა. ბესოდანებია, უფლებადამცველი იურისტი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი მოამბის საგანგებო ეთერი. მე მაკაცინცაძე ვარ და რამდენიმე დღით გემშვიდობებით. დროებით.